გამარჯობათ მეგობრებო, არხის გამომწერებო, კარგო ხალხო, ადირობის მოყვარულ ადამიანებო. აი ესეთი თოფი მაქვს, თურქული, ილდიზი, SPS, ეგრე ქვია. მოკლედ, მოპატრონე რომ მომცა ხელში რომ გამოვარდი, ორლულიანია, შეხედეთ, ვერტიკალური ლულები აქვს. არის მსუბუქი რა. მოულოდნელ მსუბუქი, ესეთი მსუბუქები არის ხოლმე პლასმასის. ეს არის ხისა. არ ვიცი რა ხი არის. ფერით რაღაცა კაკალს აკავს, მაგრამ არ ვიცი, მოკლედ მსუბუქია რა. მომარჯვებაზე ძალიან ის არის, რა ქვია. აი ხელზე იგზნობთ, რომ აი ეს ორლულიან პლასმასის იმას რო აიღებთ ხელში, ზუსტად ეგეთი შეგრძნება, რაც მომწონს, ეგეთი რამე. ეხლა მოდი ამაზე ვილაპარაკოთ კონსტრუქციაზე, ამას გადავხსნი, შეხედეთ აი აქ, საკეტი აქ, ზემოთ ქვემოთ მოძრაობს. თუ ქვემოთ დაწევთ, შეგიძლია გვერდზე გაწიოთ და ანუ ეხლა ხომ მცველზე დგა. იგივე მცველზე შეგიძლიათ გვერდზე გაწიოთ, თუ აქეთ იქნება შეგიძლიათ ზემოთ აწიოთ და სოლაზე დადგება, გვერდზე გაწიოთ, აწიოთ და სოლაზე დადგება. ანუ თუ ესეთ მდგომარეობაშია მარცხნივარი და სოლაზე დააყენებთ, გაისვრის ზემოთა ლულას. სასხლეთი აქ ერთი. თუ ჩამოწევთ და გვერდზე გაწევთ და ზემოთ აწევთ და ისევ გვახსნით. გამოწევის შემთხვევაში გაისვრის ქვედა ლულას. ეხლა რატო ეგ მნიშვნელოვანი? ჩოკები ეცვლება ამას. ამიტომ თქვათ ზემოთ ჟაკანი კიდევთ ან კარტეში ან სხვადასხვა ნომერი, ხა მონადირემა ხოთით რომელი გინდათ გამოიყენოთ. ამას ადვილად შეცვლით. რომელი ისროთ. თუ ორივე ერთი ტყვია გიდევთ, ანუ თქვათ 5 ნომერი გიდევთ ორივეგან, ნუ შეცვლით პირდაპირ ისროთ, უკვე მნიშვნელობა არ აქვს ზემოთ ისროთ თუ ქვემოთ. ჩოკებიდან ხო არ აქვს? არა. ჩოკებიდან არ არის, ეხლა ნახე. 3 ჩოკი მოყვება. 3 ჩოკი მოყვება, ეს არის 4 ჭრილიანი, ეს არის 3 ჭრილიანი, ცილინდრი არ აქვს. ეხლა სანამ იმას ვიზოლით, რა ქვია, სულ იარაღის ჩაწერას დავიწყებით. ერთი ვესოლ და 7 ნომერი წერი 1709 თვითონ 3 ზრეზე. ერთი ცალი ვისოლ და იმ 7-იანის თავზე მოხვდა. ანუ იქ უკვე ნახრეტი აქვს, ანუ ეხლა რო ვესვრი, ეგ არ გაითვალისწინოთ. ეხლა სოლის დროს რა ვქენი რა, ანუ ამ სანადირო თოფებში როგორი სიტუაცია, რო გახედავთ არის ჩაძირული, როცა აი თამასა არა ჩანს და პირდაპირ სამიზნეს უყურებთ. თავში დაბლა გაქვს ჩაწეული და არის ოდნავ ზემოდან როცა უყურებთ, როცა თამასას ოდნავ ზემოდანა ხედავთ. ოდა მაგ თვითონ მე პატონცან თქვა არ ვიცი როგორი სამიზნეა ხორა და ახალი ნაყიდია. ოდა ვესოლი ისე რომ ცოტა ზემოდან უყურებდი თამასას. ოდნავ ძალიან ზემოთ კი არა მქონდა ესე დაყურება, მაგრამ ჩაძირული არის, ოდნავ ზემოთ ავწე და სადაც უმიძნებდი იმის ოდნავ ზემოთ მოხვდა რა. ანუ იქ მოხვდა სადაც ვესოდი, ხა რაღაც ხოვილო ყოფილიყო. აქედან 3 ზრემდე არის 35 მეტრი. მაქვს აი ესეთი კარტეჩი. უბრალოდ ჟაკანი, ფინდიხი, კარტეჩი და ეს არის 9 ნომერი ზუბერი. ეს ზუბერის ტყვეები არ ვარგა. ერთადერთი კაი რაც აქვს, ეგ არის იაფია რა. დანარჩენები რავი, მონადირები ემდურებიან, მე მაგალითად ამით მისოლია და არა ყოფილა რომ ესე გაეჭედოს, მაგრამ ნუ ბეპერუარი ბაშერ პერეგრინით რაღაცა ქვია, ისინი კაი ტყვეებია. მაგრამ სასრულად და რაღაცა რავი, აბა რა გითხრათ. მოდი ახლა რას ვიცავ. ჟაკანს ჯერ დავიტოვებ. ფინდიხს ვესვრი და 9 ნომერს. 5 ნომერი მინდოდა მესვლა, მაგრამ სამწუხაროდ 5 ნომერი არ იყო. აი რო ვისროლე მეთქი რო ვიძახდი იმისი გილზი არის. ეხლა რახან ესეთ მდგომარეობაშია. სოლის დროს. აიცა, ეს ჩავდო. ესე ჩავდო, ეს დავკეტო. აი ეხლა ზემოთ ხო ჩავდე ფინდიხი. ეხლა რო ავწევ, გავისრულო ფინდიხს გაისვრის. თუ გვერდზე მივწევ და ზემოთ ავწევ, გაისვრის ქვემოთ იმას რა ქვია, 9 ნომერს.
მოდი ჯერ ფინდიხი ვისწავლოთ, ამიტომ აი ესე დავაყენებ. ყურები დაიცავით ხოლმე სოლის დროს და ვნახოთ აბა როგორ გავარტყავ. ნუ გავარტყავ როგორ რა, როგორი შეგრძნება მექნება. იარაღს დარტყმა აქვს. ანუ სოლის დროს უნდა მიიბჯინოთ რა. და ბარემ ამასაც გავისწრი რომ ერთ იმაზე მივიდეთ რა რომ აღარ ვიარო, ბევრი აღარ ვიბოდიარო. აი ესე. ეხლა აი ეს კარგია საერთოდ რა როცა იცვლება ამას მიაქციეთ ხოლმე ყურადღება მე სიამოვნეს როცა შეგიძლიათ შეცვალო და ერთი ცალი სასხლეტი აქვს. წავიდეთ და ვნახოთ რა მოხდა. ეს გილზა ამოვიღოთ. ნადირობით დროს მესმის, მაგრამ მინდორში შეიძლება ვერ მოაგროვოთ. მაგრამ ნუ დაყრით რა. ზოგი დადის ჩააღორებს ხოლმე და სულ უყრიათ ესენი, რა ქვია, გილზები. აბა ვნახოთ რა ვქენი. მივედით ანუ ეხლა ნახეთ აი ეს რო ვიძახდი 7-ის თავზე იყო მეთქი ეს ჟანკანი ნასროლი მქონდა კიდე აქ უმიზნებდი ერთი ჟანკანი აქ მოხვდა აი აქ ანუ 35 მეტრზე ესეთი შედეგი აი აქ უმიზნებდი სადღაც კაია ეხლა სნაიპერი არც მიარავარ და რაღაც ფინდიქს რაც შეეხება 1 2 3 4 მოხდა და 9 ნომერი საფანტი 9 ნომერი საფანტი ვესროლე ქვედა ლულით ქვედა ლულა არის 5 ჭრილიანი რაც მგონი ცილინდრთან ნიშნავს არ უნდა მექნა ეგრე ზემოთ უნდა ჩამედო 9 ნომერი ფინდიხი უნდა ჩამედო დაბლა ძალიან გაშალა. მაგრამ ნუ ეგ არ არის არსებითად მნიშვნელოვანი, ერთ რამეს გეტყვით რა. იარაღი ღირდა 1200 ლარი. 1400 ლარი ღირდა. ნუ იქ 80 ლარი გაფორმება რამე რომე. მე მაგალითად ამ იარაღს რეკომენდაციას გავუწევდი, იმიტომ რომ ჯერ უცუბუქია. მე აი რას მე მომწონს ხოლმე აი ეს კონსტრუქცია რო აქვს აი ესა ძალიან ძვირიან თოფებზე მინახია არის მაგარი თვითონ აქ ნახეთ ლაზერით აქვს ორნამენტები გაკეთებული ერგალი ერგალის კალაპოტი ორეთ ეს ცოტა გვერდზია რომ დამიზნების დროს აი ამ ხელი არ შეგიშალოთ ბერკეტმა ორი მხრიდან არის დაკეჭნილი ეს ორნამენტებია გაკეთებული იხვები და რაღაც არის აი ახლა წერია ილდზიაო აქედან იხსნება და შეგიძლიათ ეს მოხსნათ ახლა აღარ დავშლი რა ჯობია ანუ აი ესე მინდოში რომ გახვალ თოფით და აი იმ ტბაზე წერვები დაფრინავდნენ მაგრამ ტბას არ იღებს უცხალი თავით თუ ჩანს ხო და სადღაც ადვილია რომ გადაიკიდოთ. ანუ სუბუქია რა. არ დაგტანჭათ აი ზო ხო რომ სადანდი რო წახვან რაღაცას წაიღებ ისეთ რამეს რაც უნდა წაგეყო და მე ჯადოდ გექცეო და ნეტა ეს თავიდან დამაგდებინაო. ხელში ადვილი დასაჭერია. გადახსნით. გატენილი რას ნუატარებთ აი ესე თუ არ გეტოცა ნადირობა დაიწყება მე რავი. მე მოიმარჯვე და გატენილიც და ყველაფერი. შენიერი ამინდი გვაქვს კომისის ტბაზე. თვითონ ნახე თოფი ძვირი არის 1400 ლარი ამ თოფისთვის არ არის ძვირი რა თამასას რაც შეეხება არის კარგად გაკეთებული მორგებული და აი ეგ რო ხელს უსმევს საერთოდ არაფერი ზოგი ხო რომ იკმინება და რამე
არ იყმინდება რა. ხელი დასწრიალებს ზედ თავისუფლად. სამიზნე აი ზემოთ. შუქშენკრებით შეგიძლია დააყენოთ, მაგრამ უყენეთ თავისი მშობლიური თითბერი სამიზნე. კი, შეიძლება შუქშენკრები რაღაც მომენტში უფრო კარგად იკითხება, მაგრამ მე ესენი უფრო მომწონს, შეიძლება ძველი კაცი რო ვარ, იმიტომ რომ არ გატყდება არაფერი არ მომდა 100 წელი იქნება და ესეც ეყენება ზედა და ამას ვერ დააზიანებთ. ეს მე პატრონის დაყენებულია, ნუ შეგიძლიათ მოხსნათ. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, არის მსუბუქი იარაღი. მე უკვე ხო იცი ცხენიო ჭენებაში გამოვლინდებაო რა. ხმარებაში და რაღაცაში მე უფრო გამოჩნდება. მოკლედ ეს იყო ეს ილდიზი და ვისაც აგავთ გილოცავთ. ან თქვენი აზრი დაწერეთ ამ იარაღზე, თუ ვინმე აგავთ უკვე კაი ხანი ხმარებაში. ეს მგონი ახალი შემოსული თოფებია საქართველოში, არ ვიცი. ამითი გამოგემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ შემდეგ ვიდეომდე.